90-იანი წლების საქართველო, უშუქობა, პურის რიგები და სრული გაურკვევება. სწორედ ამ დროს იბადება იდეა, რომელმაც შეუძლებელი შეძლო. მთელი ქვეყანა ერთი მიზნის გარშემო გააერთიანა. გააერთიანა მაშინ და გააერთიანა დღეს. დღეს რთულია განასხვაო, რომელი უფროა გმირობით და სიყვარულით სავსე. ის ვინც საქართველოს ერთი კუთხიდან 5 საათი იმგზავრა და შემდეგ 11 საათი ფეხით, მცირე ნაბიჯებით სამებისკენი არა, ის ახალგაზრდები, ვინც ამ წარმოუდგენელ სიმჭიდროვეში წყალს გაწვდიდა, თუ ის ექიმები, ვინც ყოველ 10 მეტრში გონება-წასულ ადამიანებს სრული პროფესიონალიზმით და მთელი გულით ეხმარებოდნენ. პარამეტრებში რა არის კურსი, რა არის სუნთქვა, რა არის ტემპერატურა და ეს ყველაფერი თუ არ აქვს ადამიანს და მივხვდეთ იმას, რომ წინაშე ვდივარ. დღეს ეს ერთიანობა არავის არ უკვირს ჩვენთან. ფაქტურად არც არავინ დარჩა სხვა რომ გაუკვირდეს. თუმცა გასაკვირი იყო მაშინ 1995 წელს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა ადგილი, სადაც სამების საკათედრო ტაძარი უნდა აშენებულიყო. წმინდა სამების საკათედრო ტაძარი მხოლოდ არქიტექტურული პროექტი არ არის. ეს არის იდეა, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ტაძრის ისტორია კიდევ უფრო ადრე, 1989 წელს იწყება. პატრიარქის ლოცვა კურთხებით გამოცხადებულ კონკურსში 100 მეტი პროექტი შევიდა. საბოლოოდ კი არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის ხედვამ გაიმარჯვა. არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი 2020 წლის აპრილში გარდაიცვალა. შემორჩენილია ის ინტერვიუები, სადაც ტაძრის მშენებლობის პროცესზე, პატრიარქის მხარდაჭერასა და ადამიანების, ხალხის ჩართულობის რეალურ ფაქტებზე საუბრობს. ერთ-ერთ ინტერვიუში ის გვიყვება თუ როგორ შეიქმნა პროექტი, რომელმაც 100 მეტ კონკურენტს აჯობა. მისი თქმით, პროცესში თავადაც ისე ჩაერთო, რომ ეკლესიის ცხოვრების ნაწილად იქცა, რადგან უფრო ზუსტად გადმოეცა ის სულიერი და კულტურული მოთხოვნები, რაც საბოლოოდ ტაძარს თანამედროვე საქართველოს მართლმადიდებლური იდენტობის მთავარ სიმბოლოდ აქცევს. მე უფრო ეკლესია შიგნიდან დავიწყე, პირველი რაც გავაკეთე ეკლესიაში მივედი და გავხდი ეკლესიის წევრი და უკვე სხვანაირად უყურებდი ამ მასალას, ამ თვითონ მოთხოვნებს და უფრო სხვანაირად მივდექი ამის პროექტს. ამავე ინტერვიუში ის ყვება, რომ ერთი თვე ჩაიკეტა ერთ-ერთ სოფელში, რადგან გაქცეოდა ყოველდღიურ საფიქრალს, რუტინას და თითოეული წამი, თითოეული ფიქრი მთელი ამ დროის განმავლობაში ტაძრის პროექტის შექმნას მიუძღვნა. სამების საძირკველი სიმბოლურად იქცა იმ იდეის ნაწილად, რომ ეს ტაძარი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უნივერსალური ქრისტიანული სივრცე ყოფილიყო. მის საძირკველში ჩაყოლებულია წმინდა ადგილებიდან, იერუსალიმიდან, იორდანიიდან და სხვა ქრისტიანული სიწმინდეებიდან ჩამოტანილი მიწა და ქვები. ეს სიმბოლური აქტია, რომელიც ტაძარს არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთო ქრისტიანულ მნიშვნელობას ანიჭებს და მის საფუძველს სულიერ ერთიანობას უკავშირებს. დიდი მნიშვნელობა შეიძინა ასევე პატრიარქის მოწოდებამ, რომ თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ადამიანს შეიტანა საკუთარი წვლილი, თუნდაც სიმბოლურად, ერთი აგურით. ამ მოწოდებამ ძლიერი ემოციური ეფექტი მოახდინა. ადამიანები სხვადასხვა ფორმით ერთვებოდნენ, ეს იყო ფინანსური დახმარებით თუ პერსონალური შრომით. შედეგად ტაძარი არ აღიქმებოდა როგორც არქიტექტურული პროექტი, არამედ ხალხის ერთობლივი ქმნილება, სადაც თითოეულმა ადამიანმა საკუთარი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. სწორედ ამის შესახებ არის ნათქვამი პატრიარქის 2004 წლის 28 ნოემბრის საკვირაო ქადაგებაშიც. თქვენ გახსოვთ, ჩამოტანილი იყო სიწმინდეები სხვადასხვა ქვეყნიდან და ეკლესიებიდან. იერუსალიმიდან, სინას მთიდან, სვეტიცხოვლიდან, გელათიდან, ჯვრიდან, ტაო-კლარჯეთიდან და ისინი ჩვენ ჩავდეთ საძირკველში. საძირკველში ჩაიდო თქვენს მიერ დაწერილი სახელები და ლოცვები. მრავალმა ადამიანმა თავისი ძვირფასი ნივთებით ჩააყოლა. ჩვენ ჩავყარეთ ოქროს მონეტები, ბაგრატიონთა წარმომადგენლობა, საგვარეულო ბეჭედი და აი ასე დავიწყეთ მშენებლობა. ტაძრის მშენებლობისას საზოგადოების ნდობის მთავარი საფუძველი სწორედ პატრიარქის პიროვნება იყო, რომელიც წლების განმავლობაში აღიქმებოდა როგორც სტაბილურობისა და ერთიანობის სიმბოლო. მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში და თავად იქცა გამაერთიანებელ ფიგურად. ეს ავტორიტეტი გახდა გარანტი, რომ პროექტს სრულად ენდობოდა როგორც მოსახლეობა, ისე მსხვილი დონორები და ბიზნესი. მათთვის სამება არ იყო უბრალოდ მშენებლობა, ეს იყო იდეა, რომელსაც სათავეში ედგა ადამიანი, ვისაც საზოგადოება ენდობოდა.
ამ დობამ შექმნა უნიკალური გარემო, სადაც ინიციატივა იქცა ეროვნულ საქმედ და ფართო მასშტაბიანი მხარდაჭერა მიიღო. სამშენებლო პროცესში მონაწილე ადამიანები იხსენებენ, რომ პატრიარქის ჩართულობა მხოლოდ ფორმალური არასოდეს ყოფილა. ის ხშირად სტუმრობდა მშენებლობის ადგილს, აკვირდებოდა პროგრესს და ამხნევებდა როგორც მშენებლებს, ისე საზოგადოებას. საკუთარ ქადაგებებში ილია მეორე ხშირად უსვამდა ხაზს, რომ სამება სიყვარულმა ააშენა, რითაც მას სულიერი და ეროვნული მნიშვნელობა მიანიჭა. მისი ფილოსოფიით ტაძარი გახდა სიმბოლო იმისა, რომ ძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებშიც კი შესაძლებელია გაერთიანება და დიდი საქმის შექმნა. სწორედ ამიტომ სამება აღიქმება როგორც ქართული სულის გამარჯვება მატერიალურ სირთულეებზე. ადგილი, სადაც რწმენა და ერთიანობა უფრო ძლიერია, ვიდრე დროებითი გაჭირვება. სამების საკათედრო ტაძრის აშენებამ მნიშვნელოვნად გარდაქმნა თბილისის ურბანული ლანდშაფტი და ელიას მთის ბუნებრივი იერსახე. ტაძრის მასშტაბურმა არქიტექტურამ და სიმაღლემ ის ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ვიზუალურ დომინანტად აქცია. შეგახსენებთ, რომ მისი სიმაღლე გზის პირიდან ჯვრის წვერამდე 86 მეტრია, რასაც მიწისქვეშა სართულებიც ემატება. ამ ყველაფრის შედეგადაც კი შეიცვალა ქალაქის სილუეტი და ხედვის ძირითადი აქცენტებიც. დღეს ხედის ამებაზე თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ნამდვილ ოქროს სტანდარტად იქცა. ტაძრის მონუმენტური სილუეტი ბინის ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის, განსაკუთრებით ისეთ უბნებში, როგორიცაა ავლაბარი, ჩუღურეთი და მთაწმინდა. ელიას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სადაც ტაძარი პირდაპირ ხელის გულზე ჩანს, უძრავი ქონება პრესტიჟულ საინვესტიციო ზონად გარდაიქმნა. ინვესტორებისთვის ეს ხედი არა მხოლოდ ესთეტიკა, არამედ გარანტირებული კაპიტალია, რადგან სამების ღამის პანორამა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კრიტერიუმია როგორც პრემიუმ კლასის რეზიდენციებისთვის, ისე ტურისტული აპარტამენტებისთვის. გარდა ამისა, ადრე შედარებით ნაკლებად დატვირთული ტერიტორია დღეს უკვე ცენტრალურ სარელიგიო და ტურისტულ სივრცედ არის ქცეული. ეს იწვევს როგორც ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ასევე გარემოს ბუნებრივი ბალანსის გარკვეულ ტრანსფორმაციას. შედეგად სამება არა მხოლოდ სულიერი, არამედ ურბანული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა თბილისში. სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა თავიდანვე გახდა დისკუსიის საგანი. როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს ბნელი 90-იანების პერიოდია, არ იყო შუქი, არ იყო წყალი, არ იყო პური, არ არსებობდა ხელფასი. ეს იყო პერიოდი, როცა ქვეყნის მთავარი გამოწვევა უბრალოდ არსებობა იყო. ბევრი მიიჩნევდა, რომ ამ ძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პერიოდში ასეთი მასშტაბის პროექტზე ამხელა რესურსის დახარჯვა არ იყო დროული. ამბობდნენ, რომ იმ წლებში პრიორიტეტი სწორედ ასეთ სოციალური პრობლემების გადაჭრას უნდა მინიჭებოდა, ვიდრე გრანდიოზულ რელიგიურ მშენებლობას, რაც საზოგადოებაში განსხვავებულ დამოკიდებულებებს აჩენდა. ამ ფონზე ილია მეორემ პასუხი არა სიტყვებით, არამედ მოღვაწეობით გასცა. ტაძარი წარმოაჩინა როგორც ეროვნული ერთიანობის, სულიერი აღორძინებისა და მომავლის სიმბოლო. მისი ხედვით ეს არ იყო მხოლოდ შენობა, არამედ ეს იყო ღირებულებითი ცენტრი, რომელმაც მრავალი ადამიანისთვის იმედის და იდენტობის განცდა გააძლიერა, რამაც დროთა განმავლობაში ნაწილობრივ დააბალანსა კრიტიკის ტონი. დღეს ხშირად ისმის კითხვა, თუ რატომ არ არის სამება იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაში. პასუხი მარტივია, რადგან როგორც ვიცით, იუნესკო უპირატესობას მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ავთენტურობას ანიჭებს, სამება კი ჩვენი ეპოქის ცოცხალი ძეგლია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა, თუმცა წმინდა სამების საკათედრო ტაძარმა ქართველებისთვის უკვე შეიძინა ისტორიული ფასი, რომელიც ნებისმიერ სტატუსზე ბევრად მაღლა დგას.